მეც მოგესალმები და კეთილი გქონდეთ. მოგვიყევით როგორ და როდის შეიქმნა მუზეუმი და ასევე როგორ წარმოიშვა ამის იდეა. კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1960 წელს. თავდაპირველად იყო გამიზნული ახალქალაქში ეკატერინე გავაშვილის სახლ-მუზეუმი და შემდეგ ისე გამოვიდა, რომ არ მოხერხდა მისი სახელობის მუზეუმი გახსნა, შტატები გადმოვიდა კასპში და იდეა წამოვიდა მაშინდელი კასპიის რაიონის ხელმძღვანელობისგან. მისი პირველი დირექტორი დაინიშნა იყო განსვენებული ბატონი დურმიშხან კაპარაშიძე, რომელიც წელიწად ნახევარი იყო დირექტორი და 1973 წელს უკვე დაინიშნა ახალგაზრდა მწერალი ბატონი გიორგი ხურგოვაშვილი, რომელიც 55 წელი იყო თითქმის კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. თავდაპირველად მუზეუმის ამში ადგილას არ იყო. სახელობა გიორგი ხურგოვაშვილის სახელობისა მიენიჭა კასპიის რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილებით 2014 წლის. და ასე დამგვარად ამჟამად კასპიის მუზეუმში გვაქვს სამი ექსპოზიცია, სამი დარბაზი, არქეოლოგიის დარბაზი, სადაც განთავსებულია კასპიის ტერიტორიაზე მოპოვებული უამრავი არქეოლოგიური მასალა. კასპიი აქედან მივიტყვი ხომ ერთ-ერთი უძველესი დასახლება საქართველოს ისტორიაში, უფლის ციხე 4 ხუნდათან ერთად, ჯერ კიდევ ჩვენს თავრიცხვამდე მე-4 საუკუნეში მოიხსენიებია წყაროებში. უამრავი გათხრებია ნაწარმოებები კასპიის ტერიტორიაზე და აქედან მოპოვებული მასალის გარკვეული პროცენტი და საინტერესო არის ჩვენ მუზეუმში დაცული და მთლიანობაში კასპიის მუზეუმში დაცულია როგორც ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, მემორიალური ნივთები დოკუმენტაციის სახით 39,000-მდე ექსპონატი. არქეოლოგიის დარბაზის შემდეგ, რომელიც ჩვენ გავხსენით ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 2015 წელს, ცოტა ხანში დაემატა შუა საუკუნეების დარბაზი და მანამდე იყო მოხდა მისი რესტავრაცია, ექსპოზიცია ქართული დარბაზი. მე-19 საუკუნის წინარეხლა განმოტენილი საცხოვრებელი დარბაზი, რომელიც მიმოიხილავს მაშინდელი გლეხკაცის საცხოვრებელ პირობებს. საინტერესო და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, მუზეუმის შექმნის მთავარი მიზანი რა იყო? მუზეუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის მთავარი მიზანია, რომ მხარის ისტორიის გაცოცხლება, მისი გმირი წინაპრების ისტორიის გარდავიწყება, უგდაყობა, სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთების წარმოჩენა იქნება ისევ და ისევ, არქეოლოგია იქნება. ამავე დროს უკვე ნასოფლარების რომლის ისტორიაში უნდა დავიწყებულია, მაგრამ მისი გაცოცხლება ისტორიის. რამდენად აქტიურადაა წარმოდგენილი ახალი გამოფენები და ბოლოდროინდელი აღმოჩენებიდან ან გამოფენებიდან რას გამოარჩევთ? ჩვენი არქეოლოგიური და არ მარტო არქეოლოგიური შუა საუკუნეები ეს დოგმატიკა არ არის, შეძლებს დაგვარად ვთქვით, რომ რაც ძალიან საინტერესო ექსპონატი თუ გამოგვერია თუ ან რომელიც შეიძლება არ არის დამუშავებული, ვთქვით და დავამატოთ ჩვენ ექსპოზიციას. ძალიან საინტერესო ექსპონატი გასულ წელს ჩვენ ექსპოზიციაში შუა საუკუნეებში დაემატა ქვის ემბაზი, ეს არის ჩვილბოშთა მოსანათლი, ადრეული შუა საუკუნეებისა საკმაოდ საინტერესოა, დაგვეხმარება ახლობლების მოძიებაში, იყო ღია ცის ქვეშ და ჩვენთან არის განთავსებული ამ ეტაპზე და შემდეგში როგორ იქნება იქ ადრეს როგორ მოხდებოდა ეკლესია თუ აღგენა თუ მოხერხდება, სხვა საკითხია თუ არა და ჩვენთან არის დაცული და განადგურებას გადავარჩინეთ. თქვენ როგორც აღნიშნეთ, მუზეუმი 1960 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს და საინტერესოა თქვენი შეხედულებაზე, თქვენი შეხედულება იმის თაობაზე, თუ რა არის მუზეუმის რა უწყობს მუზეუმის სიცოცხლის უნარიანობას ხეს? მუზეუმის სიცოცხლის უნარიანობა პირველ რიგში ექსპოზიცია უნდა იყოს გამართული, რომ იყოს უწყვეტი კონტაქტი სკოლებთან, პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, რომ ახალგაზრდაობას მოსწავლე ახალგაზრდობას
რაც შეიძლება ხშირად გქონდეს კონტაქტი, მოვიდნენ, ჩვენ დავხვდეთ აქ, ჩვენ თანამშრომლები მზად არიან ექსკურსია ჩაუტარონ, კითხვებზე გასცენ, კითხვების გარდა არის სხვადასხვა პროექტები სკოლებში, რომელიც მიდის დამუშავება, ჩვენ ვერჩიულგე ვართ, ვეხმარებით რაც შეგვიძლია და მისი მთავარი ამოცანა ეს არის ისტორიის შენახვა არ დავიწყება, რათა წარსული მომავალი თავებითაც იყო ცნობილი. სხვანაირად ხდება წვეტა და ერი როცა ივიწყებს ისტორიას, დიდი ილიას თქმის არ იყოს ჭავჭავაძესი, ეს გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც ის საკუთარ ისტორიას ივიწყებს. აი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მისია, ასე ვთვლი. ამ ზოგადად გიორგი ხურგუაშვილი ძალიან ღირსახსოვანი პიროვნება იყო და ხომ არ გასაგებად რომ ესეთი ისტორია შეგვიძლიათ მოგვიგოს. ბატონო გიორგის მეცადინეო ბევრი რამე ვეზიარე, ბევრი რამე გავიგე, ჩევა დარიგებები არ ეზარებოდა, იქნი თათბირის გარდა ისე ჩვეულებრივად, როცა გვიხდებოდა ექსპედიცია და არა მარტო ექსპედიციაზე გასვლა, იქნებოდა უბრალოდ სადილი თუ საუბრები, როგორ უნდა განვითარებულიყო, რანაირად ბევრი საინტერესო იდეები ქონდა, თემები როგორ უნდა დაგმოუშავებინ, ამბობს არ მინდა გამოჩვენოს, რომ მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი არის შემოქმედებითი საქმიანობა, რაც გამოიხატება სხვადასხვა საკითხების შესახებ თემის დამუშავება და აი თემა როგორ დამუშავებინ იქნებოდა გვარის ისტორია, სოფლის ისტორია, ქალაქის ისტორია, გამოჩენილი ადამიანების ისტორია, მაშინ მონაცემების მოპოვება ბატონი გიორგი ხურგუაშვილის დიდი მეცადინეობითა და შრომით არა მარტო მე სხვა თანამშრომლებიც ნელა-ნელა რაღაცეები ვისწავლეთ მისგან და ეხლა ვცდილობთ რომ ხშირად გავიხსენოთ ბატონი გიორგი ხურგუაშვილი. საინტერესო არის მუზეუმში რა არის თქვენი შეხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ექსპონატი? საბედნიეროდ როგორც წეგან აღნიშნე, უამრავი საინტერესო ნივთია, ექსპონატია, ისტორიული ეთნოგრაფიული იქნება თუ ისტორიული მომენტია დაფიქსირებული, ძალიან მდიდარია ჩვენი კასპიის მუნიციპალიტეტი და კიდევ უფრო საბედნიეროდ დიდი ნაწილი ჩვენს მუზეუმშია დაცული, ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი დიონისეს ქანდაკება, ანტიკური ხანის კლასიკური ნიმუში მაშინდელი ხელოვნებისა, რომელიც აღმოჩენილია ეხანდელი კოდის ხაროს ტერიტორიაზე, თარიღდება ახალი წერტავრიცის პირველი საუკუნით, ბრინჯაოს ქანდაკება 30 სანტიმეტრიანი, რომელმაც საინტერესო ისტორია პოვა, თავი დროზე როცა ვინმე ტრაქტორისტმა იპოვა, ან ჩათვალა იყო ოქროსი და პატარა ფეხის ნაწილი მოახერხა, ორჯერა, შემდეგ ჩათვალა რომ ოქრო არ იყო საინტერესო და ასე იმით აღმოჩნდა ჩვენთან ამასგან და უამრავი ბრინჯაოს ნივთი, ვერცხლის მოოქროვილი არის ჩვენ მუზეუმში დაცული, გოსტიბეს ჭვირული ბართა, ვერცხლის თასი და ესე ჩამოთვლით შეიძლება კიდევ რა თქმა უნდა საბრძოლო იარაღი, მე-18 საუკუნეებისა ხევსური მეომრის გამორჩეული აბჯარი, რომელიც მცირე რიცხოვანია საქართველოში, ვუთხრით რომ აბჯერების უმეტესობას სარტყელი არ ჰქონდა, საყელო, რომელიც უფრო დვიჟდებოდა და მზადებოდა და საბედნიეროდ ერთ-ერთი ასეთი არის ჩვენთან დაცული მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები დაგვეხმარნენ მის აღდგენა რესტავრაციაში, რომელიც ახლა იწვევს ჩვენს ექსპოზიციაში და ასევე უნიკალური ფრესკებია ჩვენთან დაცული, მათი ასლები გადაღებული. ხოვლეგორიზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დაცული იყო ეროვნულ მუზეუმში და მისი ფრაგმენტები ჩვენთან არის დაცული ამჟამად და კიდევ ბევრი და ბევრი როგორც სამკაულები იქნება ქალის თუ მამაკაცის საბრძოლო იარაღები და რომლის ნახვა არა მარტო ადგილობრივ წარმომადგენლებს უცხოელებიც ისეთი აქტივობებით არა ცხოვრება ცოტა რთულად არის მოწყობილი ბოლო პერიოდში, მაგრამ მაინც მიცმოდიან ახტუანებას ვემალავდნენ რა მდიდარი წარსული და ისტორია ქონიათო და ამას ყველაფერს გაცნობდა ეს ექსპონატები, რომლებიც ჩავეთვალე, თუნდაც იგივე წინარეხის გლიკაცის საცხოვრებელი კომპლექსი, თავისი ორიგინალური ექსპონატებით. ეს მიხარია რომ ყველაფერი დაცულია ჩვენს მუზეუმში. თუ არის მუზეუმში ისეთი ექსპონატები, რომლებიც არა ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, როგორ არ არის.
ჩვენთან ბევრი საინტერესო ექსპონატია დაცული. ძეგანაც ვახსენე, არქეოლოგიური ექსპონატებია. 26-27 საუკუნის წინანდელი არის რენეს განძი ვახსენე, რომელიც არის უნიკალური რენეს განძი. ჩვენთან მუზეუმშია ბრინჯაოს განძია, დაცული როგორც საბრძოლო, ასევე სამუშაო იარაღები ბრინჯაოს და სამწუხაროდ აი აქ იყო ერთი უნიკალური ბრინჯაოს ცული. ჩვენს თავიცხოვამდე მე-6-7 საუკუნის სარიტუალო ცული იყო ტომის ბელადის ალბათ სავარაუდოდ. სამწუხაროდ გასულ საუკუნეში 1990 წელს ვწდები მთელი დიდი პერიპეტიების შედეგად წაიღეს მოსკოვში მაშინ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში, რომლის შემადგენლობაში ჩვენი საქართველოს შედიოდა. გამოფენაზე საერთო ვითარებაში იგი დაიკარგა და ესეთი ლეგენდაც არის, რომ სულ ასეთი მსოფლიოში იყო ეს ბლისთავიანი ბრინჯაოს ცული 8. და ასეთი ლეგენდა იყო, რომ იმ 8-ს ვინც ჩაიგდებდა, ხელში ხდებოდა სამყაროს ბრძანებელი და ამის გამო იყო თუ სხვა იმითი სამწუხაროდ ჩვენი საინტერესო ექსპონატი დავკარგეთ ძიებაში ინტერპოლში, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენ გვაქვს ახლა მხოლოდ მისი ასლი ჩვენთან მუზეუმში დაცული. არის ჩვენთან საინტერესო პართული ბეჭედი, შემთხვევითი აღმოჩენდა სამთავისში. საბეჭდავი უпростоრად, ეხლანდელი ბეჭედის წინა ნაირსახეობა. თქვენი ხედავი გაგვიზიაროთ, როგორ გინდათ რომ იყოს წლების შემდეგ კასპიის ხარცონების მუზეუმი? ხარცონების მუზეუმი პირველში ჩემთვის მინდა ოცნება იყოს ისე ცნობადი, რომ თანამედროვე მსოფლიოში როცა გაადვილებულია კავშირი ინტერნეტის მეშვეობით, ისეთი იყოს მიმზიდველი არა მარტო გარეგნობით, შინაარსობრივად, რომ ფრანგი იქნება თუ ავსტრალიელი ნახავს, სხვადასხვა შემთხვევით მოხვედრიდან ჩვენთან რატო ვახსენე, ავსტრალიელის ყოფილა ჰოლანდიელი და იმის ბატონო ნახონ და დაათვალიერო და ჩვენ თავიანთი მოსაზრებები გავიზიარო. აი ესეთი მუზეუმი მინდა რომ იყოს. მადლობა თქვენ რომ მოგზაურობთ საინტერესო ჩვენი მუზეუმის წარსულითაც, დამოუკიდებლობითაც და საომავლო გეგმებითაც.